რამდენჯერ გიყვარდათ? სამჯერ. სამჯერ. მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარული ერთხელ და ეს დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეს მთავარი სიყვარული არ იყო ქართველი, როგორც ვიცი. არ იყო ქართველი. სადაური იყო? რუსი. მსახიობი? მსახიობი. ძალიან პატარა ვიყავი რომ შემხვდა და ეს იყო ჩემი პირველი ესე ვთქვათ ესეთი. რამდენი წლის იყავით? რომ ნახე 17-ის. და ერთმანეთი შეგიყვარდათ, დაიწყო ურთიერთობა, მაგრამ ქორწინებით არ დასრულდა. არა, ხო, არა, სამწუხაროდ მე მაშინ შევხვდი, როდესაც მას რაღაცა მიზეზების გამო უკვე შერთული ყავდა ცოლი. მიზეზების გამო, ანუ არა რაღაც ბავშველო და ის ქალი და ამან ახლა მეც ყავდა ის ცოლი, მე გაშორდნენ, მე ესე შერიგდნენ, მაგრამ ეს სიყვარული გაგრძელდა მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. კი. მეუღლეს მართლა ეუბნეოდით, რომ თქვენი მთავარი სიყვარული სხვა იყო? კი. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რამე ურთიერთობა მქონდა იმასთან, როცა კოკას გავყევი, გამორიცხულია. ეს რეაქცია როგორი ჰქონდა, როცა მამაკაცი არანაირი სხვადასხვა, არაფერი მიიღო, ხო იმას საერთოდ ცოლი და შვილები ყავდა და ეხლა ვენები გადამეჭრა თუ რა? არა. ცოლიანი მამაკაცები ხშირად გეპრანჭებოდნენ? კი, როგორ არა, მაგრამ ჩემთვის ასე ვთქვათ, ესეთი ქონდა მნიშვნელობა დაოჯახებული იყო თუ არა? როდესაც მამაკაცი ჩემთვის კი ქონდა, როგორ არა, მაგრამ ამიტომ მე არასდროს არ დამიშვია, ასე ვთქვათ, ჩემი მეუღლე პრაქტიკულად არ ცხოვრობდა კოკა თავის ცოლთან. ისინი რაღაც ერთ ბინაში იყვნენ, მაგრამ სუცალცალკე, ასე ვთქვათ, მე არ გამიშორებია ისინი. და პირველი ქმარი დაღესტნელ აზერბაიჯანელი მყავდა და იმასთან არ შვილი მყავდა არც ის, მაგრამ ის იქ როგორ იყო, იცით, ის გადავიგდე თავი რა. პირველ ქმარს სხვის დასავიწყებლად გაყევით? სამწუხაროდ კი. მაშინ კი არ უტყდებოდი ჩემ თავს და მე ვირწმუნებდი ჩემ თავს, რომ არა მიყვარს. ორი კვირით ადრე გავაგდეთ თბილისიდან აღარ ჩამოხვიდეთ თქონდა. მამა იყო ამ ქორწინების წინააღმდეგი? რა თქმა უნდა, აბა რა. სახლიდან მამა მიცოდა, რომ ასე დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ვიცი რომ მანამდე სახლიდანაც გააგდეთ რამდენი? ხო, მე 4 წადი და აღარ ჩამოხვიდე აქ მეთქი ყოველ ორ თვეში ერთხელ მორბოდა ბაქოდან აქ და არა თქო მეთქარი არ მოხდება ეგ. სიგიჟეები ხშირად ჩაგიდენიათ, როცა შეყვარებული იყავით? სიგიჟეები კი, როგორ არა, მე თუ შეყვარებული ვიყავი, აი ყველაფერი შემეძლო იქ. ერთი კიდე დიდი სიყვარული მქონდა და იმის წერილები, ხა დასტა წერილები ახლაც მაქვს შენახული და ოდესმე ჩემ წიგნში მოხვდება ალბათ ეს წერილები, იმიტომ რომ ცხოვრებაა და ბატონმა მის შემთხვევაში ყველაფერი უნდა მოახვედრო წიგნში. სიყვარულში ინიციატორი ყოფილიყართ? სხვათა შორის არა. არ გერიდებათ პირველი ნაბიჯის გადაწყვეტა? არა, უბრალოდ არ ყოფილა, ყოველთვის იყო რაღაცა ისეთი. მამაკაცისთვის ღალატი თუ გიპატიებიათ? არა. ვერ აპატიებთ ღალატს? არა. თუნდაც ერთი ღამის სექსს უბრალოდ სიყვარულს? არავითარ შემთხვევაში. მეგობრის შეყვარებული მოგწონებიათ? არა, გამორიცხულია. ეს არის სრული ტაბუა, ესეთი რომ ჩემი ტვინი ამას აბსოლუტურად გამორიცხავს. სრულიად გამორიცხავს. თქვენს მეგობარს მოეწონა თქვენი პირველი სიყვარული? ხო, მეორე. მეორე. და როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე? დავკარგე. მეგობარი თუ შეყვარებული? ორივე. წლების მერეც აღარ რაღაცა? არა, არ მიპატიებია. ასაკით უმცროს მამაკაცს უცდია თქვენი მოხიბლა? კი, ბევრჯერ. გაცილებით. სხვაჩვენით ბევრჯერ მოვწონდი ასაკით უმცროს მამაკაცებს. თქვენ? მაგრამ არა, ჩემთვის ტაბუ იყო ეს. თქვენ ტოვებთ თუ ტოვებთ? მე ვაკეთებ ისე, რომ დავშორდე. ჭკვიანურად. მაგრამ თქვენ ხართ ინიციატორი. მე ვარ ინიციატორი. იცით როგორ არის, ძალიან რო არ შეყვარებული და ერთი შემთხვევა იყო ეს და ყველაფერს ვაძლევ ხოლმე, ვარ ისეთი და გაგიჟებული და ეს და მე უცებ რომ ხედავ რომ კაცო, ეს კაცი ვერც ჩემ იმას ხედავს, ერთი მქონდა ესეთი შემთხვევა და ქართველი იყო ამჯერად ის ადამიანი? და რაღაცა გადამეკეტება ტვინში და ეს მთელი ეს აჟიოტაჟი და ეს უცებ სრულდება და ცუდ სიტყვას შეიძლება ვთქვა. რა თქმა უნდა. დავიწადი შენი და მორჩა. ბოლოს ვის უთხარით ეგ სიტყვა? უთხარი ერთს. ეს მამაკაცი ცნობილი მსახიობია ქართველი თუ მსახიობია? არა, მაგაზე პასუხს არ გაგცემთ, ვინ არის. კი ბატონო. სექსი უსიყვარულოდ მისაღებია? არა, უსიყვარულოდ არა. აბსოლუტურად გამორიცხულია თუ გრძნობა არა გაქვს და თუ სიყვარული არა გაქვს, რა არის ახლა ეს გამორიცხულია. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.